ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა ზუგდიდის 77 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა გახსნა. მან საკრებულოს წევრებს 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო. პროცედურის თანახმად საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილეები, ფრაქციების თავმჯდომარეები და კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს მამუკა წოწერია, რომელიც მანამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი იყო. საკრებულოს სხდომაზე ლელოს წევრმა სოფიო შამუგიამ სავარაუდო კორუფციის გამოძიების მიზნით დროებითი კომისიის შექმნა მოითხოვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ საკრებულოში 50 წევრია, აქედან 48 ქართული ოცნების, 1 ლელოს და 1 კი გახარია საქართველოს თვის პარტიიდან. წელი იქნება პასუხისმგებლობის გაზიარების და ბევრი სიკეთის შექმნის. რა თქმა უნდა, პრიორიტეტები განსაზღვრულია, ეს გახლავთ ეკონომიკის განვითარება, ეს გახლავთ ინფრასტრუქტურული განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და მორგება ჩვენი მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრიორიტეტი ეს გახლავთ ახალგაზრდული მიმართულებები. პარტია ლელოს ძლიერი საქართველოს გუნდის წევრები ვაპირებთ, რომ დავაინიციიროთ, რომ შეიქმნას სპეციალური გამოძიებო ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე შეისწავლიან და გამოავლენენ კორუფციის ფაქტებს. ეს არის გათვალისწინებული კოდექსში, ეს არ არის, ესე ვთქვათ, რაღაც განსაკუთრებული არაკანონიერი მოთხოვნა, ეს არის სრულად კანონიერი მოთხოვნა. ნახოთ, რას იზამს ქართული ოცნების ადგილობრივი ხელისუფლება. წლიდან წლამდე ჩვენი რეიტინგი იზრდება, რაც ჩვენი გუნდის სწორი პოლიტიკის შედეგია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და საზოგადოების მაღალი ჩართულობით იმუშაოს თვითმმართველობებმა. ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ყველა პროექტი, ყველა თეთრი მოქალაქეებთან იქნება შეთანხმებული და აბსოლუტურად გამჭვირვალედ იქნება ეს ყველაფერი.